რატის აქ კონტენტი ძალიან მასშტაბური, ხეხარ შეებატონი და დამიძახა სტუმრად. ძმას რა თქმა უნდა, ყველში დგომა ჭირდება, მეც არ გავჩდი, ბევრი საინტერესო კარგი ადამიანია ჩემთან ერთად და ყუთია. კაჩ ბევრი ვარ ვიტლიკინო, დაანჩეს თქვენ ნახავთ თვითონ თქვენ რატის ახსე. ვერცერთი შემიძლია გითხრათ რომ შია, მეფსია, მწყურია, არ მიძინია და ეს ყველაფერი აქ არ შეიძლებაო. მე მგონი ტრეფიკინგია და პროსტა გვისურვებს რაღაცას. მე რაღაც თირკმელი უნდა გაყიდოს ჩვენი რაღაცა. ქართული YouTube-ი ნელ-ნელა გადადის ესეთ მასშტაბის ვიდეოებზე, რაც მაგრად ასწორებს რა და მთელი წარმატება გულით ამბით ყველაფერი რატისაც და ნებისმიერს ვინც დაიწყებს ხალხო რაღაცა ესეთი მასშტაბური სკეთება საღო. ეს არის კიდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი YouTube-ისთვის და მაგრად ასწორებს. ხომ მოვიგებ, დამაწყარე, მომატყუე. წესი, ყველა წესით, რაც წერია, მე უნდა მოვიგებ. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ჩემო ოქროებო, იმედია კარგად ხართ, იმედია ჯანმრთელად ხართ, ბედნიერად ხართ, მეტნაკლებად ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ დროს, ამ რთულ გარემოში იმედია მაინც ასე თუ ისე თავაწეულები ხართ და რა ჯანმრთელად ხართ. დანარჩენი ასე თუ ისე მოგვარებადია. რამდენიმე ისეთი ამბავი მაქვს, ერთი მაგარი ამბავი მაქვს ძალიან. თქვენთვის რა, ჩემთვის მაგარი ამბავი, მაგრამ მე რო კარგად ვარ ხოლმე, თქვენც ხო გიხარია, თქვენ რო კარგად ხართ ხოლმე, მე მიხარია. შესაბამისად ეს ურთიერთ კარგად ყოფნის ამბავი. მოტო დავითრიე. პატარა კორექტირება შევიტან. არავითარი მოტო არ დამითრევია, მაგრამ მოტო მყავს. ესე იგი, ტურნე ვინც ნახეთ, გახსოვთ რომ მე მოტოციკლეტი არ მყავდა. და ჩემმა ძმა კაცმა კოსტა მარტიაშვილმა, რომელთან ერთადაც პირველი სეზონი გავაკეთე 2017 წელს ტურნესი, ან უკან მეჯდა, მთელი 14000 კილომეტრი. ამ ზაფხულს სიკეთე დამიფასა და წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, ანუ მოტოციკლეტი მათხოვა ტურნესთვის. ხო და ეს მართლა წარმოუდგენელი რაღაცა, ხო ეს ესე ტრანსპორტია, სხვანაირი სიყვარული და ძმობა და ნდობა გჭირდება, რაც კოსტას საბედნიეროდ გააჩნია მაგას. ენაცვალოს, ჩემი თავი, ხო და იმისაც რომ ტურნეს წავსულიყავი, რა თქმა უნდა, ჩემს სახელზე უნდა გამეფორმებინა და გაფორმებული იყო. მე რო ჩამოვედი დაუბრუნე და კოსტამ გადაწყვიტა ამერიკაში გაგაზოს გარკვეული პერიოდით, ანუ რაღაცა 2-3 თვით კი არ, რამდენიმე წელი მინიმუმ და ნუ იქ მიხედოს რაღაცა საქმეებს და ამბობდა რომ უნდა გავყიდო ეს მოტოციკლეტი. მე ვთქვი, ხო, როცა გაყიდი, რა ვიცი, მოვალ გადაუფორმოთ ვინც არის თუ რაღაცა. თუ არ გავყიდეო, რავი, მაშინო ისაა, რა ქვიაო. შენ დაგიტოვებო თუ გინდაო რა. თან კარგ ფასს მეუნებოდა. კი მე ვთხარი როგორ არ მინდა თქო, როგორ არ მინდა, მე თქო მიყვარს ეს მოტო, მაგრამ რეალურად ეხა მაგისტრაკი მართლა არ მქონდა რა, მაგის რაღაცა თანხა რო ესე ფული მეცა არ მქონდა და იმ დღეს შევიკრიბეთ აქ ჩემები. აი ხლა ნახავთ. შეიძლება შალვა. შენ ამას ვებაზებდა, ვერ დავამუღავ. შალვას მივაშვირე. აუ ნახე რა. მეტი რაზე ყვდებია. ეხლა ყველაზე ცუდი რა არის, მე ამ კადრში ვერ გამოვჩდები. რაგი? იმიტომ რომ თქვენთან მეპაზორება მოჩენა. პროსტა თმის ვარცხნილობა, რომელიც ახლა მაქვს არ შეიძლება. ფოტოსი შიმპანზე რო იმას. რა გინდა? შიმპანზე რო იმას ჭამს, ой. ეს დათოა ჭიჭინაძე, მას ბაჩო ყავს ჩართული კამერით. ბაჩო ამერიკაში ცხოვრობს. დათოც გეგმავს სასვლელს ამერიკაში. კოსტაც ფიქრობს, შალვა არ ფიქრობს, ზურა ფიქრობს. მეც ვფიქრობ აუცილებლად, მაგრამ ვერ დაგენახებით, იმიტომ რომ თმას ვარცხნილობას ვმალა. რატომ მალა? მაიც ქუდს დავიფარებ, პლეზენტი. ბაჩუკით ისვე. მე ქუდი მაფარია, შენ გაფარია. შენ თმა არა გაგდა, იმიტომ გაფარია. ამ კადრებზე ხა იტყვი თქვენ რომ რა საჭიროა და მე 10 წლის მერე მადლობას მეტყვი ტრაკზე მაკოცებს ათითაოთ, იმიტომ რომ მაშინაც არაფასებდი და იმ არქივს დღეს ხელზე კოცნი, ძმაო. მოიცოდეთ. რა უნდა ვქნათ იმას? კამერასთან ჩვენი პრობლემების შესახებ. აუ მაკო. ჯო აწი შემილია გამოჩენა, გამარჯობა. ეს ჟორა. მალა ყველაფერი. 85 აუდიტორია პლუსი და ვიხარდი ინექშენ. მაგრამ ეჩა სოლი და შვილი საბერძნეთში გაუშვიდა გულა. აულავდი. ნაშები ამოყარე. ჩემი საყვარელი პასტა იანკა სტუდენტობის დროიდან შარეკო. ჭიჭი თუ რაბი გაქვს სათქმელი შეგიძლია. კამერასთან. აი ბათაშორის ვინმე Facebook-ზე თევზების ჯგუფში თუ გამოიხმაურეთ რა. თუ ხართ ესეც თევზია. ესეც მანდარი.
შეგიძლია დაირა საშინელი როჟები არიან. ამას ამოუჭრი ახლა რომელი მარტის თევზი ხარ? ბიჭო ესე წერები. მე 15 მარტის თევზი ვარ, აბა გამოჩი 15 მარტის თევზი რომ ჯერ ეს კრახია და მე მომწონები ეძრობა კიდე უარესი კრახები. ნუ ხარ ბიჭო შენ კრიტიკული. რა კრიტიკული შენ ხო განახე ფოტო. ყველა თევზი შენი მოსაწონი ნე. აი ისა ტაროს კარტი. ტარო ხო. ტაროს შილიცი. ტარო ვაშლავინებ ხო. სურაგის და ხოზის ტაროებს აშლავ. აი კი იმას, ძმაო მე ჩემი დედა არა უწარჯერაო. დღეს ძალიან ბედნიერი დღე მაგდა რა. მე და ჭიჭის გადავკეთე. მოტო მყავს. კოსტამ მოტო მომიყვანა და დამიტოვა. კოსტა გაზავს სხვაგან და მოტო ჩემს სახელზეა და დღეიდან ისევ ბაიკერი ვარ. აი მე როგორ ვიყარე. აი ზურანებს. მართალია მზამთარია ვერსად ვერ ვიკატავებ, მაგრამ მაინც სადღაც იწნარე. შეხედე უყურე. მილებს ის ხეხავს ეს ჩემი. აჩო რა ზაკი. სამსახურში მიდის. შენ ნახე შენ შეჩემა ეგრე. რა ლამაზები. ჩავმწყრივდეთ და ერთ სურათ გადავიღოთ რა. ბაზარია. ჩავმწყრივდეთ. იცი რა მიხარია? ანუ 60-ვე თუ არ შეიჭმეო, რაც დარჩება, ხო სახში დამჭება. არ ხვა შევიწავ. ვაფშე რაფერი არ დაჩება, ბრატ. ესე საქონელი ხარ, მომენტ ხო. მე ხედავდი ტიპი ჩემი დედა შევეც იმას შევედი რა შუა კალაში თქვა და 20 ხინკალი მოგვიდა 20 არა 15 უთხრა შეჭება ნორმალური ადამიანები 10 ხშენ 10 მე ხო ვიძახით დინოზავრი ჩემი დედა 40 მოიტანე რა 99 რა ბარებასიო და ვაცორი ყარაღარო 12 ბაჭო ჯიმეში ჩავიდე ჩემი გაგიმოც მიყვარს ეს მიყვარს ეს დეგენერატები მიყვარს ხო და ეს ლირიული გადახვევა იყო შევიკრიბეთ და კოსტა მოვიდა და გასაღები არ მომცა რა ასაკეთებ მე ვუთხარი ჩემ რა ასაკეთებ გული არ გავიხეთქო და ბიჭო ვიფიქრეო და აი მაგრა და მენანაო უცხოზეო რაღაცაო გაყიდვაო და რაღაცაო და დაგიტოვებ всё შენი იყოსო რა და როცა გექნება რაც გექნებაო ერთი $20 თუ და დაუფარო ეხლა მტერი ცხოვრება მოკლედ აი ესეთი ოქროზმა კაცი მყავს ჩემი კავა მოფერებით კავას ვეძახი ქვემოთ აყენია ჩემია გადაუხდი რა თქმა უნდა გადაუხდი კოსტა აუცილებლად $20 მე თუ არა ჩემი შვილი თუ არა იმის შვილი დაგიფარავს აუცილებლად ეს იქნება 2050 თუ 70 წელი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ნამდვილი ჭეშმარიტი ძმაკაცი ხარ შენ იმიტომ კი არა რომ მოტო დამიტოვე იმიტომ რომ მოტო დამიტოვე მართლა უღმესი მადლობა ბრაზა ეხლა ველოდები ხელის ქავილით ერთი სული მაქვს როდის ცოტა მაინც ამინდი მზიანი გამოიჭყიტება რომ მოვახდე ვიკატაო და ზაფხულში რა თქმა უნდა საოცარი გეგმები იქნება ეს ისეთი პატარა საყვარელი ამბავი იმედია გაგეხარდათ ხო გაგეხარდათ ვიცოდი რაც ჩემი შვილი წამოიზარდა და უკვე 2 წლის გახდა ძალიან აქტიური ბავშვია ყველგან ძვრება სახში არა უშავს პრობლემა გახდა ის, რომ აივანზე, რომელიც ერთ-ერთი დიდი ვერანდა არის მე-7 სართული და დაიწყო იმის იმედით ვიყავი, რომ ვერ წვდებოდა მოაჯირს, მაგრამ რაღაცების მიდგმა დაიწყო და აცოცება. ასე რომ გადავწყვიტე, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა მექნა. დაუკავშირდი კომპანიას BADE.G. ეს არის კომპანია, მეგობრებო, რომელიც აივანზე და არა მარტო აივანზე აკეთებს ეს უსაფრთხოების ტროსებს, მობძანდნენ, დაიწყეს კარკასის შეკრა და ამ ყველაფრის გაკეთება აი პროცესიც. მასალამ და გაინტერესად გეტყვით რომ ეს არის ლამინირებული ტროსი, რომელიც ყველა დეტალი საერთოდ არის უჟანგავი
და უძლებს 250 კილოგრამს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი ერთად რო ავძვრეთ და რავი, ჩამოვეკიდოთ, გამორიცხულია რამე დაემართოს. ხედი არ გაფუჭდა, ანუ თლიანობის შეგრძნება გაქვს, მაგრამ თან რო უყურებ, ხედი არ შეცვლილა, რაღაცა იდეებიც მომივიდა, რომ შეიძლება სიმწვანეები გაუშვა, მაგალითად ვაზი გაუშვა, ან სხვადასხვა რაღაცა სახეობებია მცენარეების, რომელიც ლამაზად შეიძლება ჩაიხლართოს და ულამაზესი ვიზუალი მიეცეს. მოკლედ, გარდა ესთეტიური სილამაზისა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოება, აწი უკვე წყნარად ვარ და მის შეუძლიათ ამათიაროს. თქვენს თუ აი ამ ფიქრებში იყავით, რითი უშველოთ აი ესეთ პრობლემას, იდეალური გამოსავალი, ასე რომ ბადე წერტილი-G აღწერაში, რა თქმა უნდა, ლინკი არის. მანქანის თემებზე ამ ბოლო დროს ეხა ბევრი ვირბინე რა, რაღაცეები იყო გასაკეთებელი და საბურავების ზომა გახდა პრობლემა. 1-700 კომპანიას დავეკონტაქტე მართლა, ხალხო, რომ რაღაცა უცნაური ზომა აქვს საბურავებს. მოკლედ ვერ სადღაც ბოლოს, მოკლედ რაღაცა მეორადები ვიშოვე, ანუ დავიტანჯე რა, რაღაცეები დავაყენე და ეხა მოვედი ზეცვლი რა, ერთ მაგარ ადგილას და მაღაზია გაიჩნდა შევედა, ვაფშე ყველანაირი ზომა აქვს ყველაფრის ხალხო, ანუ რავი, რო იცოდე თან შევედი გამომწერის არის. გული რამის გამისკდა, რომ ვიტყა რომ აქო ეგზომებიო, მოკლედ მე ხა განახეთ ეს სად არის და რო იცოდეთ ვიღაცა სიტყვაზე პრობლემატური საბურავები და რაღაცეები თუ გაქვთ, იცოდეთ რომ აქ იმენა ყველანაირი ზომა აქტივს, თან ძალიან დერსკი ბრენდები და რაღაცეები აქვს, თან ჩვენი გამომწერია, ჩვენი კომუნიტიდან არის, ასე რომ პირველ რიგში წარმატებები ბრაზა და ეხა ლოკაციასაც განახეთ რა. აი ეს სამთო ქიმიას ხო ხედავთ ეხა იქ რა, სამთო ქიმია და ესე ხიდზე გამოხვალ, ხიდის ქვეშ ჩამოძვრები და დანქინი და რაღაცეებია, შემოსახვევი არის და აი ეს ადგილი არის. აგერ ამ ჯიგრის არის. ხლა ჩვენიანია, კიდე ერთხელ სალამი, კომუნიტის წევრია. მისამართი ვერ თქვი და ზუსტად რო თქვა მისამართი. აკაკაზის 15 ნომერი, დიღმის მასივი. საბურავები, რომელიც აღიღლება არის მხოლოდ აქ. ცოტა ადრე მაინც მენახე, ბიჭო. ხო და ეხა მითხარ რომ ყველანაირი ყველაფერი ქონია და მე კიდე დავიტანჯი აქამდე. მოკლედ, თუ ვინმეს პრობლემა გაქვს და რაღაცა საბურავი ვერ იშოვეთ, მისამართი ვიძით, მოდიხართ ამ კაცთან და დაშე ეს კაცი მოგხედავთ. რაც შეეხება სერიალის ამბავს, უკვე ხელები მეფხანება, ბევრი წერილები მომდის ხოლმე. აბა რა ხდება, ყველაფერი ხდება. თებერვლის ბოლოს იწყება გადაღებები, ეხა მიდის ლოკაციების რაღაცა დაგეგმარება, რასკადროკების გაკეთება, სცენარის ჩაკორექტირებები. ალბათ თუ კარგად როგორღაც დავიწყებ, რაც ძალიან მახარებს, არტისტები ყველანი ანთებულები არიან. მე მგონი რაღაც ძალიან დიდი და სერიოზული მოხდება, ძალიან მალე, რასაც მე თვითონაც არ ველოდი. ძალიან მალე არ მოხდება, მოდი ესე გეტყვით. გადაღებები მალე დაიწყება. ალბათ სექტემბერში ნახავთ. 1 სექტემბერს დაიდება, ყველაზე გვიან შეიძლება ვნახევ ზაფხულშიც დავდოთ. მანამდე კიდე ერთხელ გეუბნებით ადამიანები, ვინც პატრეონზე ხართ, იქ making of-ი დაიდება. აუცილებლად და თქვენ შეძლებთ რაღაცა პროცესები გააკონტროლოთ, იქვე შეძლებთ გათამაშებების პონჩი იქნება რომ დაესწროთ ხოლმე გადაღებებს, ვნახოთ შეიძლება პატარა როლის ამბავიც იყოს, არ ვიცი, ვნახოთ რა, პატრეონზე თუ არ იცით გავაკეთე პატრეონი, ჩემო ოქროებო. აღწერაში ლინკი არის, პატრეონი არის დამატებითი პლატფორმა, სადაც თქვენ საყვარელ სიტყვაზე content makers ეხმარებით თანხით, ანუ ყიდულობთ subscriptions, რომელიც $5 ღირს თვე, მაგრამ როცა გინდა გათიშავ და იქ ექსკლუზიური კონტენტი კეთდება თქვენთვის. ამ ეტაპზე ეს არის აუდიო პოდკასტის აუდიო ვერსია, უпроსტად იგადაბარგდა, ანუ Spotify-ზე და რაღაცეებზე ნერვები არ მაქვს, ფულების ხდის და რაღაცა. აგადავაბარგე, ყველა ეპიზოდი ატვირთული არის, ასევე არის კონტენტი გაკეთებული ფილმების რჩევები, ანიმეების რჩევები, ნაითოქი კიდე ერთხელ ვიძახი, მანდ უნდა გადაბარგდეს, იქნება როგორც კი 100 კაცი შეიკრება პატარა გათამაშებები და რაც თავარია სერიალის ექსკლუზიური making of-იც იქ დაიდება. წინასწარ უღმესი მადლობა თუ ვინმე გადახვალთ და იქ გახდებით ჩემი თანაღერძელი, ამით მე დამეხმარებით ძალიან ბევრ კარგ რაღაცაში. ასე რომ წინასწარ thank you guys, ვინც გახდებით თანაღერძელი. არ გამომრჩება დონატორების სახელები, აი ეს ის სახელებია, ვინც წინა ვიდეოდან ამ ვიდეომდე დონაცია გააკეთა, ტრადიციულად როგორც შეგვირდით, აი ეს ვიდეოდან ვიდეომდე, ვინც კი დონაციას გააკეთებს აუცილებლად მადლობის გარდა, რომელსაც კიდე ერთხელ მადლობა გეუბნები ჩემო ოქრო ადამიანებო, აი ეს სახელს ამოვანათებ ხოლმე აუცილებლად. სულ ეს იყო. ეხა ამ ვიდეოს მე გავიქცევი, შევაგდებ, რომ დავამონტაჟო და ხვალ ავტვირთო და გული გაგიხარო. თვის ბოლოს პოდკასტი გეულდებათ, ძალიან საინტერესო, 31 რიცხვში. ეხა ჩემი ოჯახი უნდა ჩამოვიდეს, 2 კვირა მარიამი და ბავშვი წასულები არიან საბერძნეთში ბებიასთან. 29-ში ბრუნდებიან და დამის დაბადების დღეა 30-ში, ვიდაბადების დღეებს და ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელებ საქმეების კეთებას, თორე თებერვალი იქნება ძალიან საინტერესო თვე. შოთიაც ჩამოდის სამში,
ჩემთან ერთად იქნება, მოკლედ, მაგარი ამბები გველოდება. ძალიან დერსკი სერიალი უნდა დაიდოს. ისეთი რაც აქამდე ქართულ არა მარტო YouTube-ში, შეიძლება ითქვას ტელესივრცეშიც მსგავსი მე მგონი არაფერი არ ყოფილა. ამისთვის აი შუაზე ვიხევით, რომ საოცრება გაკეთეს. მადლობა ჩემთან ერთად რო ხართ, მადლობა ხარში დგომისთვის, ყველაფრისთვის, იმ დადებითი ემოციებისათვის, რასაც აი ესე არინანებთ ხოლმე და მეც აი თქვენ და რავი, განზე იყავით და ხოთზე იყავით. სულ ყველას, ჩემო ოქროებო, ტრადიციულად შიკისერში გაკოცეთ.